ვიცით რატომ მათ ვიკრიბებთ ხო ამ დღეებში მუდმივად და ყველა თავისებურად ცდილობს იმ პრობლემებზე ლაპარაკს რომლებიც ჩვენ წინ დგას და მე ვიფიქრე რომ ერთი ცნების განხილვა არ იქნებოდა ცუდი შეაძლებლობა რომ გვეფიქრა როგორ მოვიაზროთ ის კატასტროფა რომელშიც აღმოჩნდა ეს ცნება არის ბარბარიზაციის ცნება, რომელიც სპორადულად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტექსტებში, მაგრამ ასეთ ცალკე თემატიზებული მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია და იმისათვის რომ ესეთი რაღაცა ტონი მივცე ამ მსჯელობას ერთ პატარა ციტატას წაგიკითხავთ ოლდოს ჰაქსლის რომანიდან, რომელიც ნაკლებად ცნობილია ვიდრე ეს მისი საოცარი სამყარო, თუმცა მის გარკვეული ტიპის რაღაცა ესეთ სიკველს წარმოადგენს, რომანს ჰქვია მაიმუნი და არსი. და იქ არის ეგეთი ადგილი, დისტოპიური მომავალია, სადაც პატარა ბიჭები შემოდიან, ბიბლიოთეკიდან მოტანილი წიგნები და ყრიან ღუმელში. და ერთი ადამიანი აპროტესტებს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, აქ არის მთელი ეს რაღაცა კულტურა და განათლება და ეს ხო საშინელება ალბათ ამ დროს ესეთი ტომის მთავარი არის ამ დეგენერირებულ მომავალში, რომელიც ამბობს შედის გონის ფენომენოლოგია და გამოდის სიმინდის პური. ძალიან კარგი პურია. აი ეს დამოკიდებულება ხო, აი ეს ასე ვთქვათ, რომ წიგნები იმისთვის არის, რომ დაწვა და იქ იმას პური ან ჭადი გამოაცხოს სიმინდის პური, corn bread ალბათ უფრო ჭადეთ უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. არის ჩემთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დასაწყისი, იმიტომ რომ ეს არის ბარბაროსობის კლასიკური ნიმუში, ხო? ბარბაროსი ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ესმის ცივილიზაციის ან კულტურის არ ესმის მისი მნიშვნელობა. ეს არის ანტიკური ცნება, ძველ საბერძნეთში დანათელი იყო ეს ბერძნებსა და ბარბაროსებს შორის მიჯნა, რომელიც ბერძნებმა გაავლეს სასაკურველია. შემდეგ რომაელებმა ესე გადამოიტანეს და რომაელებს და ბარბაროსებს შორის მიჯნა გაევლო. მაგრამ ჩვენ ცნობიერებაში პირველ რიგში ეს ბარბაროსობის ბარბარიზაცია შემოდის რომის დაცემის კონტექსტში. და ეს რომის დაცემის კონტექსტში რასაკურველი არ არის ყველანაირი კომპეტენცია ამისი არ მაქვს ეს ისტორიკოსებია ის არის ერთ-ერთი მთავარი გადაუნახავი საკითხი ხო ისტორიოგრაფიის როდის როგორ რატომ და საერთოდ თუ დაეცა რომ ეგეც საკითხავია ხოლმე ხშირად ამიტომ მაგრამ რაც არის ძალიან საინტერესო ეს არის როგორ მოიაზრებდნენ ხოლმე ამ დაცემის მიზეზებს. მოყოლებული ჯერ კიდე მეხუთე საუკუნიდან, როცა მსჯელობენ იმაზე შეიტანა თუ არა რელიგიამ ამაში თავისი როლი და ავგუსტინე, რომელიც მოგეხსენება თავის კლასიკურ ტექსტში იცავს ქრისტიანობას, რომ ქრისტიანობის ბრალი არ ყოფილა ეს დაცემა და ასე შემდეგ. საინტერესო ამბები ამ კუთხით, ყველაზე საინტერესო ამბები დაიწყო მე-18 საუკუნეში, განმანათლებლობის ეპოქაში, როცა გიბონმა დაწერა თავისი კლასიკური გამოკვლევა რომის იმპერიის დაკნინების და დაცემის შესახებ და შემოიტანა აი განმანათლებლობაში ძალიან მკვეთრად ბარბაროსობის ცნება. და თავისთავად საინტერესოა რომ ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა ეს ამ ცნების ისტორია ბედი. პირველი იყო ბარბაროსობა როგორც რაღაცაც გარედან მოდის, ხო? რატომ დაინგრა რომი? იმიტომ რომ მას შეესწინენ ბარბაროსები. ეს არის მოდელი და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ კულტურის დაცემაზე. ყოველთვის
პირველი რაც მოგვაგონდება ხოლმე რომ ასაკურველი აი გარემტრებმა დაგვამხეს. ამისი ფანტასტიკური მაგალითი არის ბევრი გვიანდელი ჯეიმს ბალარდის ესეთი საფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა, სადაც იქ არის აღწერილი არისტოკრატი გრაფი, რაღაც საოცარ დახვეწილ სასახლეში ცხოვრობს და ესეთი ხმარილია, რომლის თითო ფურცლის მოწყვეტა აჩერებს უზარმაზარ ბარბაროსების ჯარს, რომელიც მოემოდის და რაღაცა პერიოდს იგებს ყოველი მოწყვეტი, სანამ ფურცლების რაოდენობა არ მოიწურება და სასახლეც არ დაემხობა. კლასიკური ოღონდ ესეთი ისტორიოგრაფიული აღწერა ამისა გააკეთა დიდმა ავტორმა, ისტორიკოსმა როსტოვცემ, სხვადასხვა, რომელიც იყო ემიგრანტი ესეთი საბჭოთა რუსეთიდან, რუსეთის იმპერიიდან და როგორც ამბობენ სხვა ისტორიკოსები, მისმა წარმოდგენამ საბჭოთა რევოლუციის მიზეზებზე დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ წარმოედგინა მას რომის იმპერიის დამხობა, ხო? ეს ძალიან საინტერესოა, ეს ვთქვათ, ბოლომდე უკვე გარედან მოსული ბარბაროსები კი არ იყვნენ, არამედ ის თუ როგორ მოხდა ბარბარიზაცია თვითონ რომის ინსტიტუტების, მაგალითად არმიის, ხო, რომ არმიაში ძალიან ბევრი ბარბაროსი, ანუ გოგოთი თუ ზეგოთი თუ ვინც იყვნენ დაიქირავეს და შესაბამისად შიგნიდან მოხდა ამ ინსტიტუციების გამოფიტვა თუ გამოშიგუნა თუ ასე ვთქვათ, აი ცივილიზაციისაგან დაცვა. ეს იყო ერთი მიდგომა და თვითონ დღემდე ეს მნიშვნელოვანი რაღაცა მიგრაციის შესახებ დისკურსი ახლა ამერიკაში და ევროპაშიაც ეს უკვე ერთი დისკურსის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ეს, ხო, რომ აი ბარბარიზაცია მოხდება. მაგრამ არსებობს კიდევ მეორე მოდელი, რომელიც საქართველოსთან ბევრად უფრო ახლოს იყო ძალიან საცნობი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს მოდელი შემოიტანა ინტროცომა ინგლისელმა ანთროპოლოგმა მორგანმა, რომელიც აღწერდა ამ ისტორიის განვითარების ეტაპებს და ამბობდა, რომ თავიდან იყვნენ ველურები, შემდეგ ბარბაროსები და შემდეგ უკვე ცივილიზებული ადამიანები და ჩვენთან ეს მორგანი პირადად შეიძლება არავის არ გქონდა წაკითხული, მაგრამ ენგელსმა თავის ძალიან ცნობილ კომპენდიუმში კერძო საკუთრების ოჯახისა და სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ გადამოიტანა უბრალოდ პირდაპირ ეს მორგანის ეს სამწევრა სქემა და შესაბამისად ამის მერე ეს ისტორიული განვითარების ეტაპი გახდა ბარბაროსობა, ხო? და სხვა. ჩვენი აზრით, არც ერთი ეს მოდელი ჩვენ არ გვაწყობს. არც ის მოდელი, რომელიც ამბობს გარედან მოდის ბარბაროსობა და არც ის მოდელი, რომელიც ამბობს ბარბაროსობა არის ისტორიული პროგრესის ერთ-ერთი საფრთხე. იმიტომ რომ რასაც ჩვენ განვიცით არის პირველ რიგში მე ვთქვი თვით ბარბარიზაცია და მეორე რიგში ეს არის რეგრესია. და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება სწორედ ამას დაფიქრება, როგორ მოხდა ეს როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ დახვეწილობის კულტურების უფრო მაღალი საფეხურიდან ჩამოვედით უკან. და მე მესმის რომ არსებობს ცდუნება, რომ გავაბრალოთ ეს გარეძალებს, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ რაც უნდა გარეძალების გავლენა ყოფილიყო, ჩვენ შიგნით ამ გავლენას დავეთანხმეთ. და ეს გვაინტერესებს, რომ როგორ მოხდა, ხო? ფაქტია, რომ განსხვავებით 1921 წლისაგან, აი ეს პირდაპირ არმიის შემოჭრა აქ არ მომხდარა ამ წლებში. ამიტომ აი ეს თვით ბარბარიზაციის მომენტი მაინტერესებს ყველაზე ძალიან და ჩემთვის არ მნიშვნელოვანი იყო იმის აღმოჩენა, რომ განმანათლებლობა პროცესში შემოიტანა ის ბევრად უფრო დახვეწილად აზროვნება ამ საკითხებზე, ვიდრე ჩვენ დაგვჭა მემკვიდრეობა, როგორც კარიკატურული ოპტიმიზმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიიწევს. ეს უფრო დახვეწილი გაგება ბარბარიზაციისა არის გიბონთანაც და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ ავტორთან კანთან, რომელსაც ბარბაროსობა არ აქვს აღწერილი როგორც ისტორიული ეტაპი, არამედ აღწერილი აქვს როგორც ერთ-ერთი შეძლებული რეჟიმი ოთხს შორის.
ფანტასტიკური კლასიფიკაციაა მას. ესეთი რეჟიმებია, ანარქია, ეს არის თავისუფლება და კანონი ძალის გარეშე, მე არის ბარბაროსობა, ეს არის ძალა თავისუფლებისა და კანონის გარეშე, დესპოტიზმი, ეს არის კანონი და ძალა თავისუფლების გარეშე და რესპუბლიკა, ანუ ახლა შე დემოკრატიას ვეძახით, კანტი არ ხმარობდა ამ სიტყვას, რესპუბლიკა არის ძალა თავისუფლებასთან და კანონთან ერთად. ჩვენ როცა დღევანდელ სიტუაციაში ვშევობთ, ჩვენ ყოველთვის მივდივართ იმისკენ, რომ ის დავახასიათებთ როგორც დესპოტიზმი. და მართლაც არის ძალიან ბევრი ნიშანი ამისა, მაგრამ თუ შევხედათ კანონი და ძალა თავისუფლების გარეშე, ასე განსაზღვრავს კანტი დესპოტიზმს, მაშინ მე ის შემყარებოდა, იმიტომ რომ მე არანაირი კანონს აქ ამხედავ, ბატონო, თუ გითხრათ, ხო? მე ბევრად უფრო დამაჯერებელი მგონია, რომ ეს არის ბარბაროსობა. ეს არის ძალა კანონისა და თავისუფლების გარეშე. ძალა შორეულ ძალიან საინტერესო ამბავია კანტის ლაბორატორიის ძალას გევალტს ამბობს, რომელიც ძალიან მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა, ეს არის უბრალოდ მარტო ფიზიკური ძალა, ეს არის ასევე ძალადობა და ყოველნაირი, ხო, ის ძალა, რომელსაც ვერ აღუდგები. მოკლედ, წინ, ხო, აი რაღაცნაირ ეს არა უბრალოდ მხოლოდ ფიზიკური, რაცა სიმდროითი კაუზალობა, არამედ რაღაცა კიდევ უფრო დამატებითი. ეს არის მარტო მექანიკური გავლენა სხეულის სხეულზე. შეკითხვა რასაკვირველი არის ის, თუ როგორ მოხდა ამ ძალის ლეგიტიმირება ჩვენთან. ანუ როგორ მოხდა, რომ ჩვენ შედარებით უფრო ცივილიზებული კულტურულ საზოგადოებრივი ფორმიდან ძალა არ იყო ერთადერთი და ჩვენ გქონდა თავისუფლებისა და კანონის ჩანასახები, უცებ უკან ჩამოვარდით მხოლოდ ძალის საფეხურზე, სადაც კანონი და თავისუფლება არსებობს მხოლოდ რაღაცა იყოს სიმულაციები და სხვა არაფერი, ხო? ნუ, თავისუფლება იმ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ათარიან, რომ თავისუფლებისათვის პირდაპირ ციხეში წავიდეს ამისთვის პირდაპირ მნიშვნელობა, ხო, გადაჭარბების გარეშე. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რაც აქ მოხდა, ეს იყო საჯაროობის განადგურება. და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მოხდა. მე ამას ვეძახი რესპუბლიკის ჩანაცვლება რეს პრივატატი. ანუ მაშინ, როცა საზოგადოებაში გაქრა განცდა, რომ არსებობს საზოგადო სიკეთეები და გაჩნდა განცდა, რომ ეს სიკეთეები სინამდვილეში ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნის. მე ვიცი, რომ აქ ჩემი მემარცხენე მეგობრები და კოლეგები იტყვიან, რომ აი პრივატიზაციის პრობლემა არის ეს, მაგრამ არ არის ეს პრივატიზაციის პრობლემა კლასიკური სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიბრიდი აბსოლუტურად თანამედროვე და აბსოლუტურად არქაული მომენტების. იმიტომ რომ თანამედროვეა დამოკიდებულება, რომელიც ყველაფერს აიღებს რესურსად. ხო? ეს არის თანამედროვეობა, მოდერნულობა თავისი საუკეთესო რა, ყველაზე ესეთი ნიშანდობლივი გამოვლინებებით, ხო? ადამიანური რესურსების დეპარტამენტი არის კაი მაგალითად ადამიანის აღქმა რესურსად. თუ და ყველაფერი რესურსად აღქმა. ნებისმიერ რაღაცას ეს ფოტოშორის ძალიან საინტერესო როგორ მოდის და საიდან მოდის, არ წავალ ამის ისტორიაში, მაგრამ ჰომეროს ოდისეაში არის ამის გაგების პირველი ნიშანი, როცა ადამიანები განიხილავენ მცენარეს მხოლოდ იმ კუთხით, თუ რა გავლენას ახდენს ის, როცა ადამიანი მას ჭამს, თავისთავად კი არ არსებობს, აი რო შეჭამ რა გავლენას მოახდენს და როგორც ჩანს დასავლურ ცივილიზაციაში იყო ეს მომენტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს მოდერნობის ასეთი ინტენსიური განვითარება. მაგრამ დღეს თუ საქართველოს ვაპარაკობთ, ამას ემატება უძველესი, ძალიან ღრმა არქაიკა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ეკუთვნის ერთს. და
ყოველგვარი პლურალობა, სიმრავლე არის ზედმეტი. ერთ ეკუთვნის სწორედ როგორც აი რაღაცნაირი ფეოდალურსაც არ ვიტყოდი, მაგრამ შეიძლება ვეთქვა რაღაცა ტექნოფეოდალიზმი, მაგრამ არა, ერთი ცალკე ამბავია. არქაულისა და თანამედროვეს ძალიან უცნაური გადაჯაჭვობა ერთმანეთთან, ხო? რაც ჩვენ მივიღეთ და შესაბამისად იმის გამო, რომ ყველაფერი ეკუთვნის ერთს, ამ ყველაფერი განიხილება როგორც რესურსი ამ ერთისათვის. და შესაბამისად ვიღებთ აი სიტუაციას, როცა მართლა შეიძლება ციგნები ჩაყარო ღუმელში, იმიტომ რომ იქიდან ჭადი გამოვიდეს. თვით ბარბარიზაცია ჩვენი მოხდა ასე, მისი აღიარება იმისა, რომ საჯარო სფერო სინამდვილეში ვიღაცის პრივატული სფეროა და სხვა არაფერი. ამის გენეალოგია რასაკვირველია კი რაწერია, და ძალიან მიახლოებითი ესკიზი და ამაზე საფიქრალია, მაგრამ მე მინდა რომ ახლა კონკრეტული სიტუაციაზე ვილაპარაკოთ, ხო? რა შეიძლება ამ სიტუაციაში დაუპირისპიროთ ბარბარიზაციას? და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ, რომელიც ცოტა მოსაზრებაზე შეიძლება ინტელექტუალურ სასწავლებლებაშიც კი ამის გამო, ხო? იმიტომ რომ ახლა ძალიან რთულია ამისი განცდა, როგორ ინგრევა არა მხოლოდ შენი ცხოვრება, არამედ ასევე სივრცე, სადაც შენი ცხოვრება შესაძლებელი იყო. პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოხდეს იმისი აღიარება, რომ არსებობს მომენტები, როცა მოკლებადიანი გამოსავალი არ არსებობს, ხო? და ეს ზღაპრაში ვცხოვრობ, სადაც ჭკვიანი, შექმნებიანი კატა რაღაცას მოიფიქრებს. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავია, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ასეთი მომენტები ისტორიაში ყოფილა და ჩვენ ვიცით რა დარჩა ამ მომენტებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტებიდან ყოველთვის რჩებოდა სიტყვა. უმარტივესი მაგალითი ახლა ტროლები რო შეესწრებენ მარო მაყაშვილის პოსტერს, რატო დარჩა მარო მაყაშვილი? სხვა ადამიანებიც დაიღუპნენ იქ, მათ შორის შეიძლება მასზე მამაცებიც, რომლებიც ბრძოლაში დაიყვნენ. მარო მაყაშვილი დარჩა, იმიტომ დარჩა მისი ტექსტები. სინამდვილეში ჩვენი პირველი, შეიძლება არა ერთადერთი, მაგრამ პირველი აუცილებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი და ზუსტად ვილაპარაკოთ და დავწეროთ თუ შესაძლებელია, იმიტომ რომ ბარბაროსობა ყოველთვის სიტყვა ხოლმე და ცივილიზება ყოველთვის ნაწერი, ხო? ეგეც მე გავიხსენოთ რაღაცნაირად, მაგრამ დღევანდელ ამ ახალი ორალობის ეპოქაში შეიძლება ლაპარაკიც გამოდგეს, საფიქრალია მაგას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სასოწარკვეთილება, რომ ჩვენი სიტყვები არაფერს არ ცვლის, ნამდვილად არის ეშმაკისაგან. იმიტომ რომ შეიძლება წარმოდგინოს სიტუაციის, როცა ლაპარაკიც შეუძლებელი იყოს და ამიტომაც ის სიტუაცია არ დადგეს და რამენაირად შეგვინარჩუნოთ ის საჯარო სიტუაციაც საუბარი მაინც შეიძლება აუცილებელია ვილაპარაკოთ. შეიძლება არა ყველაფერზე ზოგმა რაღაცაზე ვილაპარაკოთ და ზოგმა სხვა რაღაცებზე, ეს ამას თავისუფალ ადამიანს არ დაუწევს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ სიმართლე. და შეიძლება ყოველთვის მთელი სიმართლე ვერ თქვა, იმიტომ ამას არ შეუძლია გააკეთოს. მაგრამ ნამდვილად თითოეულ ჩვენგანს აქვს სათქმელი და ამით უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ თვით ბარბარიზაციის პროცესს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რასაკვირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა გქონდეს გაერთიანების და ესე იგი ამ საუბრის ადგილები. და როცა ჩვენ ილიას უნივერსიტეტს ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ მას პირველ რიგში როგორც ასეთი საუბრის ადგილს.
როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრი და მე ვიცი რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს შევავთანხმებით და ეს არის ფანტასტიკური ამბავი რომ არაეთანხმებით შეიძლება მაგრამ საინტერესოა ჩვენთვის ერთმანეთის აზრი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ამ აზრების გაცვლის ადგილი შენარჩუნდეს და არსებობდეს სანამ ეს არსებობს მანამდე ის აუცილებლად შესანიშნავია. ასაკურელია რაღაც სხვა სიმბოლური ფორმებითაც, მაგრამ ადამიანებს ერევათ ხოლმე, ხო? ჩვენი ქმედება თითქმის ყოველთვის სიტყვაა, იმიტომ რომ სიმბოლურია, ხო? ჩვენ განსხვავებით იმისგან, რა ქვია, იუნკერისგან თუ განსხვავებით რომაელი ლეგიონერებისგან იარაღით ვერ დავხვდებით, ხო ვერავის. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება, რაც უნდა საპროტესტო იყოს ის, მაინც სინამდვილეში სიტყვის ანალოგია და სხვა არაფერი. ის ქმედებაც, რომელშიც ქმედად უეჩნია, ესეც სიტყვა, იმიტომ რომ სიმბოლურია. და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ის სივრცე, რომელთაგანაც მე მგონი ილიას უნივერსიტეტი ამის ერთ-ერთი ბოლოა, ხო? საჯარო სივრცე. პრივატულები კიდე დარჩა და ალბათ ისინი ცოტა უფრო დიდი ხანი გაძლებს. და ვიცოდეთ, რომ ეს თვითბარბარიზაცია ძალიან მაღალ კულტურულ და მაღალ ცივილიზებულ ქვეყნებს დამართულია. შეიძლება ყველაზე კარგია ალბათ ამისი თემატიზაცია გერმანელმა სოციოლოგმა გააკეთა ნორბერტ ელიასმა იმის თაობაზე და დაემართა გერმანიას 1930-იან წლებში, ხო? და შესაბამისად ეს არის მხოლოდ სივრცლის ამბავი, ასაკურელია სივრცლიც არის, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი კულტურის და ტრადიციის მქონე საზოგადოებებს ნამდვილად შეუძლია ამის მონელება, გადალახვა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასევე იმაზე, რა დარჩება მას შემდეგ, რაც ტალღა გადაიღოს. ასაკურელია მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ ტალღას და ეს შეწინააღმდეგი ვიცოდეთ, რომ ამ პროცესში რაც დარჩება, იქნება ჩვენი სიტყვა და ნაწერი, ხო? დანარჩენ პრაქტიკულ ამბებზე მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდე ბევრი ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა რომ ჩვენს ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტს ლუკა ბარანიძეს გადავწყვეტ სიტყვა. იმისთვის რომ გავთავისუფლდეთ იმ რაც არქეტიპული ბოროტებისგან, რასაც აქვს საკავშირი ქვია და არ წარმოვიდგენია ყოველთვის რაც კონკრეტული შემთხვევა ისტორიაში, არამედ რაღაცა არქეტიპული ბოროტების დაგება, რომ გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან მნიშვნელოვანი არის განათლება. და ამისი წარქმევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ წარსულის სწორი გადააზრების საშუალებას დავკარგავთ. მეორე მხრივ მინდა გავიხსენო კიერკეგორის ერთი ფრაზა, რომელიც ისე დამამახსოვდა, ეგ არის რომ განათლება არის საშუალება ადამიანისთვის, რომ დაეწიოს საკუთარ დროს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სანამ ამ განათლების პროცესში ჩაერთვება, ცხოვრობს რაც ამორფულ სივრცეში, სადაც ცხარი თითქოს არაფერი არ არის, არაფერი რაღაცა ფორმა, რასაც შეიძლება ჩაეჭიდოს და ცაგდენი წერტილი უწოდოს, ეგეთი არაფერი გააჩნია. ამიტომ იმისთვის რომ ატმოსფეროში ვიცხოვროთ და შესაძლებელი გახდეს ადეკვატური რეაქციის გამოვლენა, ადეკვატური ემოციის გამოვლენა იმის მიმართ, რაც ატმოსფეროში ხდება და სწორი პოზიციის დაჭერა, მნიშვნელოვანი არის განათლების მიღება. და მესამე რაც ამ ორიდან პირდაპირ გამომდინარეობს, არის სწორი მომავლის აღქმა. იმის გააზრება, რომ მომავალში მომავლის რაღაც კუთხის წინასწარმეტყველება და ლოგიკური გაება იმ პროცესის, რაც შეიძლება წარსულს მოყვეს, ამ ყველაფრით არის შესაძლებელი. და ამის გარეშე, ამ განათლების გარეშე რჩება რაც გაურკვეველი სივრცე, სადაც ადამიანი რჩება წარსული, საათყოსა და მომავლის გარეშე და ადამიანი თუ ამ ყველაფრის ახსნით დროის მდინარების გარეთ დარჩა და ისტორია ვერ განიცადა, კარგავს საკუთარ არსს იდეაში. შემდეგ მინდა შევეხო მთავარ პრობლემას, რასაც მე ამ განათლების დეფორმაში ვხედავ და ეს არის ჩემი აზრით განათლების პროცესიდან შემოქმედებითი აქტის აბსოლუტური აბსორბცია. ნუ ის არგუმენტი, რასაც დღეს მთავრობის წარმომადგენლები იყენებენ არის ძირითადად ბაზრის წვევა და ამ შემდეგ, მაგრამ ის შეკითხვა ჩნდება, რომ არსებობს პროფესიები, რომლებიც უბრალოდ
ბაზრის საჭიროებას დამოკიდებული ვერ იქნება თავისი არსით. ისინი თვითონ ქმნიან ამ თავიანთ საჭიროებას ამ შემოქმედებითი პროცესის და ამ რაც ენთუზიაზმის სულისკვეთებაზე დაყრდნობით. ეს არის რაც უკვე სუბიექტზე დამოკიდებული პროცესი, საით წაიყვანს ამ სააზროვნო ნაკადს, საით გააგრძელებს იმ ტრადიციას, როგორ როლს შეასრულებს როგორც ერთი ინდივიდი ამ რაღაც სააზროვნო ტრადიციის ისტორიაში და ეს შეუძლებელია განსაზღვრული იყოს რაღაცა ისეთი სტიგმებით და ისეთი ფორმებით, რასაც თავაზობს დღეს ხელისუფლება. ერთ საინტერესო ტექსტი აქვს მაგაზე, მაგას ფილოსოფიის სტუდენტი ვარ, მინდა მაკუთხით შემეხედა ამისთვის. ერთ საინტერესო ტექსტი აქვს ჰაიდეგერს, რა არის ეს ფილოსოფია და მან ეგრეთ წრეში კეთავს სააზროვნო ნაკადს, რომ ამ კითხვაზე პასუხიც უკვე თავად ფილოსოფიურია, იმიტომ რომ აქედან გამოსავალი რეალურად არც არის. ჩვენ თუ გვინდა გავცეთ რაღაცა დისციპლინის არსზე პასუხი, უკვე ისევ დისციპლინაში ვრჩებით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ ისიც, რომ სხვადასხვა დისციპლინებს სხვადასხვა ენა გააჩნია. შეიძლება ვაღიაროთ, რომ ერთია რეალობა, რომელსაც ყველა დისციპლინა მიემართება, მაგრამ რეალობიდან სხვადასხვა ნაწილს იღებს ინდივიდი, სხვადასხვანაირად უყურებს და სხვადასხვანაირად განიცდის. და ესეც აჩენს სხვადასხვა რაც დამოკიდებულებს და მიმართებებს, ისი ერთ ჩარჩოში მოქცევაც უბრალოდ არ ხდება. და ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სივრცე შენარჩუნდეს, სადაც ეს სხვადასხვა აზრი გაცვლილი და გააზრებული იქნება. და კიდევ ერთი რის თქმაც მინდოდა, მთავრობას შეუძლია რაც ბაზრის კვლევის მიხედვით თქვას, რომ რამდენი ფსევდოფილოსოფოსის საჭიროება არის ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ფილოსოფოსის საჭიროების გამოთვლა ამ კუთხით ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არის. ისევე როგორც სხვა მსგავსი დისციპლინები, სადაც აბსოლუტურად სუბიექტის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული ეს რაცა აზროვნების აქტი და არა წინასწარ განსაზღვრულ ფორმებზე, სადაც პასუხისმგებლობებს გარედან იღებ და იმას უბრალოდ ასრულებ, შეიძლება გააზრების გარეშეც. და შემდეგ არის საშიშროება, რაც შეიძლება ამ ბრძოლაში დამარცხებას მოყვეს. ეს არის ისეთი წერტილის არქონა, რომელიც შეაფასებს კონკრეტულ ცოდნას, რამდენად ჭეშმარიტია, რამდენად მისაღები არის და რამდენად შეიძლება ამას თანამედროვეობასთან ადეკვატური ცოდნა დავარქვათ. ამის გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ უბრალოდ ჩვენ ჩავიკეტებით, რაც დღეს რომ აქტუალურობს რაღაც იმედის და მსგავსი ტელევიზიების პროპაგანდით, რომ ეს გეიმატრია და რაც მსგავსი თემები რომ წამოიწია წინ და ეს უკვე ძალიან საშიშროებას წარმოადგენს, შეიძლება ამაში დავიკარგოთ და მთავარი მნიშვნელობა სწორედ ეს არის, რომ და შევინარჩუნოთ რაღაც წერტილი, რასაც ჩვენ ცოდნას და ღირებულებას დავარქვით და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიქნებით. და ამიტომ ილიონის გადარჩენა ნიშნავს ქართული განათლების გადარჩენას და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ საკუთარ თავს და საკუთარ საზოგადოებას. ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა დღეს.